ბედუკაძე მოვიდა, გამესაუბრა, რატო ვიყავი დაჭერილი, საიდან გადმომიყვანეს, ასე შემდეგ. საუბრის დროს მან რამოდენიმეჯერ მიმითითა, რომ ხო არ მინდოდა ყავის დალევა ან ნამცხვრის მირთვა, მეუთხარი არ მინდა ეს ყველაფერი. შემდეგ მოვიდა ლადო ბედუკაძე, უკვე ღამით, შემდეგ დამშორდა, მოვიდა ღამით მოსვლის დროს, მან მითხრა, რომ მე უნდა გავყოლოდი მას, არა უხსნია სად უნდა გავყოლოდი. მე გამოვედი, საკნე გამიღო კარები, გამოვედი, თანამშრომელი აბსოლუტურად სხვა მეტი არავინ არ იყო, მხოლოდ ლადო ბედუკაძე იყო. შემიყვანა იქვე ეგრეთ წოდებული სანჩას დეპენკის წინ, სანჩასტის გვერდით ოთახში თავის კაბინეტი იყო. ამ კაბინეტში მან მაიძულა რომ მცემდა ხელბორკილები დამადო, ერთხელ დამარტყა, ხელბორკილები დამადო და მითხრა, რომ უნდა გამეხადა და დაეყარებინა ჩემთან სექსუალური კავშირი. მე გახტაზე ვარ ვიტყვი, მან ხელბორკილები რადგან თქონდა გადამაგდო ლოგინზე, იქვე ლოგინი იდო და ამ ლოგინზე უკვე ძალის გამოყენებით განხორციელა სექსუალური კავშირი და მან ჩამოიღო ეგრეთ წოდებული პლასმასის ყუთი იყო, რომელშიც იყო ლურჯი ფერის პლასმასის ქუდი და პერანგი იყო შიგ ჩადებული და ხელბორკილები. ეს ყუთი ჩამოიღო და დამანახა თუ გინდაო ამ ქუდს გაგიკეთებ, ეგაც არ არის ჩემს პრობლემაო. მეუთხარი არა ქუდი არ მინდა თქო, საერთოდ გამიშვი თქო, საკანში დამაბრუნე თქო, ის საკანში არ მაბრუნებდა და აი იქ მოახდინა ჩემზე სექსუალური ძალადობა. ამის შემდგომ ჩემთან მოვიდა ვინმე ბასტი, რომელიც მისივე სმენაში იყო, მისი თანაშემწე იყო ბასტი და ბუბუ, რომელიც როგორც თვითონ ეძახდა მათ. ბასტი მოვიდა ჩემთან და იგივე ქმედება გააკეთა, რაც მან, უკვე ხელბორკილ დადებული. ის მემუქრებოდა ცემით, გაუპატიურების შემდეგ ის მან მე გამიყვანა ჩემს საკანში, როდესაც მორჩა ეს ყველაფერი, ჩამიყვანა ქვევით, მომცა ძველი სამხედრო შარვალი, რათა დავწოლილიყავი, კარანტინში იმ ოთახში, სადაც მე ვიყავი განთავსებული, არც სკამი იყო, არც ლოგინი, არაფერი, აბსოლუტურად ანტისანიტარია იყო. ამის შემდგომ მე უკვე ეტაპში, როდესაც ვიყავი, მაშინ შევხვდი მას. ამ შეხვედრის დღე ეს იყო დილით 6 საათზე, როდესაც ის სმენაში იყო, მე ეტაპში მივდიოდი. ამ დროს ლადო ბედუკაძე მითხრა, რომ აბანოში თუ წავიდოდი მასთან ერთად, თვითონ აბანოში მიდიოდა პირველ სართულზე, მე ვიყავი მაშინ ფუქსებში განთავსებული, მე ვუთხარი, რომ არა, არ მინდოდა და ის მან ჩაიცინა და